ამ წუთებში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობა იწყება. აქ არიან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსი ქალები და ის ქალები, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო მოძრაობაში. მათ თან აქვთ ქოლგები, როგორც თავად ამბობენ, ერთობის სიმბოლო, ერთობისა და სიმტკიცის სიმბოლო და წუთი-წუთზე აპირებენ, რომ მოაწყონ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე და მივიდნენ საქართველოს პარლამენტთან, რათა კიდევ ერთხელ გამოხატონ საკუთარი სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც საპროტესტო აქციებისას დააკავეს. მე ვეცდები გაჩვენოთ რა ხდება ახლა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, აქ მოსულ ქალებს თან აქვთ ქოლგები, ფერადი ქოლგები, ასევე სტიკერები, სადაც წერია გამარჯვება ჩვენია, ასევე ისინი ბუნებრივია, აქ არიან მოსული ბანერებით, რომლებზეც წერია სოლიდარობა სინდისის პატიმრებს და აქ პრაქტიკულად საპროტესტო აქციებისას დაკავებული ყველა პირის მხარდამჭერი ბანერია მოტანილი, რომლებიც მათ გამოფინეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და სულ ცოტა ხნის წინ აქ მოსულმა ორგანიზატორებმა, აქციის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ისინი ძალიან მალე რამდენიმე წუთში დაიძრებიან პარლამენტის მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენ ვესაუბრეთ აქ მოსულ ქალებს და არა მხოლოდ ქალებს, ისინი ამბობენ, რომ აგრძელებენ ბრძოლას, რომელიც დაიწყეს იმისთვის, რომ ქვეყანა დაებრუნებინათ იმ კურსზე, რომელიც არის ქართველი ხალხის არჩევანი. ისინი ამბობენ, რომ ვიდრე არ გათავისუფლდება საპროტესტო აქციებისას დაკავებული აბსოლუტურად ყველა პატიმარი, ისინი მუდმივად გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს და იბრძოლებენ იმისთვის, რომ მათი თავისუფლება მოიპოვონ. აი ამ წუთებში ქალები, საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე იძრებიან პარლამენტის მიმართულებით. ისინი გადაინაცვლებენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან და იქ გააჟღერებენ საკუთარ გზავნილებს. მანამდე კი ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი განცხადებები. აქ ბუნებრივია ასევე არიან საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები, წევრონიუს ჯორჯია მათაც ესაუბრა და შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადებები მთავარი გზავნილები დღეს აქ შეკრებილი ქალებისგან. ქალები ვერთიანდებით მორიგჯერ ერთი დევიზით და ერთი ლოზუნგით. ჩვენ გვინდა გამოვასხივოთ რწმენა იმისა, რომ გამარჯვება ჩვენია, იმიტომ რომ სიმართლე და მორალური უპირატესობა მართლა ჩვენს მხარეს არის. ჩვენ ვუცხადებთ ერთად სოლიდარობას პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს, მათი ოჯახის წევრებს, ერთად ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს და გვჯერა რომ ამასაც მივაღწევთ და გვჯერა იმისაც, რომ ჩვენი ბრძოლა მოიტან შედეგს და ეს ქვეყანა დაუბრუნდება ევროპული განვითარების გზას. ქოლგები არის ერთგვარი სიმბოლო და პროტესტის იარაღი, ინსპირაციით ჰონკონგის ეგრეთ წოდებული ქოლგების რევოლუციისა, სადაც პროტესტანტები იქ ქოლგებს იყენებდნენ სპეცრაზმელებთან შეტაკების დროს იმისთვის, რომ წიწაკის სპრეისგან და გაზის კაფსულებისგან თავი დაეცვათ. ჩვენ კი აქ ჩვენ სათქმეს და ლოზუნგებს გადავიტანთ ამ ქოლგებზე და ერთი ქოლგის ქვეშ ვერთიანდებით. ის პატიმრების მხარდასაჭერად ქალების, დედების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა დღესაც გაიმართება ძალიან საინტერესო ხმაურიანი აქცია, რომლითაც ერთის მხრივ გავამხნევებთ ჩვენს პოლიტპატიმრებს, რომლებისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები და აქციები, ხოლო მეორე მხრივ კიდევ ერთხელ გავაგონებთ ქართული ოცნების გუნდს, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები ყოველთვის იბრძოლებენ იმ უსამართლობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქალაქების ქუჩებში ხედავთ. 300 ქალი, ესე ვთქვათ, აქტივისტური საპროტესტო მოძრაობა სულ რაღაც 1-10 დღის წინ შეიქმნა და ჩვენ ვართ ის ქალები, ესე ვთქვათ, რომლებიც ყოველდღე ვდგევართ პრაქტიკულად რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე. ჩვენი ერთადერთი გადარჩენა ეხა და გამარჯვება, რომელშიც მე მართლა დარწმუნებული ვარ, დგას ჩვენ სოლიდარობაზე, დგას ჩვენს იმ უტეხობაზე, რომელსაც ამდენი ხანია ვაჩვენებ. აი ესე რომ დავგეგმე და უცბად შეიქმნა ჯგუფი, ამ ჯგუფში დავწერეთ აი დემოკრატიული
პოლიტიკური ჯგუფია და ყველა წერს თავის იდეას, აი რაც ფიქრობს, რა მიაჩნია ყველაზე მეტ პრობლემა და მე ხმის მიცემას ვაკეთებთ და რომელი იდეაც ყველაზე მეტ ხმას აგროვებს, პირველს იმას ვაკეთებთ. და ანუ ეს არის ამ 300 ქალის პირველი აქცია დღეს, ქოლგების აქცია, რომელიც იყო ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფის წევრის თეონა ჭალიძის ინიციატივა და სულ 3 დღეში მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება და სოლიდარობას რატო ვამბობ და ერთმანეთის თანადგომას, რომ პრაქტიკულად ამ ორგანიზაციას რა თქმა უნდა ფინანსები არ აქვს და ფული არ აგვიგროვებია. აი უცბად იქ მეგობარმა თქვა, რომ მე მაგ რაღაც თანხა მოგცემთ. იქ ვიღაცებმა მეგობრულად დაგვიბეჭდეს, იქ ვიღაცამ მეგაფონი გვათხოვა, დრონიც მოვიდა ესე მეგობრულად და რაღაცა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში გვჭირდება სოლიდარობა, ერთმანეთში გვერდზე დგომა, იმიტომ რომ ის რაც ახლა ხდება ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაში, ხო? ეს უკვე აღარ არის არა მარტო ქვეყნის კურსის შეცვლა და დასავლური ცივილიზაციიდან მოწყვეტა, ეს არის ჩვეულებრივი ვაკხანალია, რომლისგან დაცული უკვე არავინ აღარ რჩება. ანუ არავინ არ აქვს მნიშვნელობა, მათივე ამომრჩეველიც უკვე მსხვერპლია ამ რეჟიმის. გამარჯობა, ჩვენია ესეთია დღევანდელი საპროტესტო გზავნილი იმ ქალების, რომლებიც ამ წუთებში მიემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ. თქვენ კადრში ხედავთ, როგორ მოდიან ისინი რუსთაველის გამზირზე, მათ წინარიგებში კი არიან საპროტესტო აქციების ეს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, მათი დედები. არ დავთმობთ ჩვენს შვილებს, არ დავთმობთ თავისუფლებას, არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას. ასეთია მათი გზავნილები. დღეს თქვენ გესმით საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილები, ისინი მითხოვენ ასევე მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, ნედგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, რომელიც ასევე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება იანვრის თვიდან და აქ შეკრებილი ქალები სოლიდარობას უცხადებენ აბსოლუტურად ყველა პირს, რომელიც საპროტესტო აქციებისას დააკავეს და სათითაოდ თვლიან მათ სახელებს. როგორც უკვე მოისმინეთ, ეს საპროტესტო აქცია არის ორგანიზებული საპროტესტო მოძრაობა 300 ქალის მიერ, როგორც ამ ორგანიზაციის, ამ მოძრაობის დამფუძნებლები ამბობენ, ჩვენთან სულ რამდენიმე დღეა, რაც მათ ეს მოძრაობა დააფუძნეს და გეგმავენ, რომ სხვადასხვა აქტივობით, სხვადასხვა სახის დემონსტრაციებით კიდევ არაერთხელ გააჟღერონ საკუთარი ხმა და არაერთხელ მოითხოვონ ის, რასაც 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად ითხოვენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან საპროტესტო მოძრაობაში. ეს არის საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები.